ის იყოს ადამიანი და იყოს კარგი ადამიანი. მეტი მნიშვნელობა არაფერს არ აქვს. მე სადმე არ მივდივარ, ძალიან შევეგუია გარეგნს. წალკა მიყვარს, ფაღნებსაც უყვარად. შვიდი და კარგი წალკა და სიყვარულით სავსე მიყვარს. არ აქვს განსხვავებულობას რელიგიასთან წამს არანაირი მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენ ქრისტიანი ხარ თუ მუსლიმი. ადამიანები ვართ ყველანი. Gruzia и Цалка наша родина. საქართველო, წალკა, ჩვენი სამშობლოა. ადამიანი სადაც იბადება, სამშობლოც ისაა. რომ აუცილებლად რომ მეზობლები თქვა ვნახულეთ არ შეიძლება ის. თუ არ მივკითხეთ. ჩვენ შინაგანად ვართ ტოლერანტები. ის განცდა ის შეგრძნება, რომ ხარ საჭირო და აკეთებ მნიშვნელოვან საქმეს და შეგიძლია ადამიანებს მოუტანოს სარგებელი, მოუტანოს სიხარული, აი ეს ნებისმიერ მატერიალურს აღემატება. საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, უდიდესი პოტენციალი და ვიფიქრეთ, რომ უნდა ვანახოთ ყველას რამდენად მართლა ლამაზია ჩვენი მიწა-წყალი. რა კაია წალკაში რომ მივდივარ. სხვათა შორის არასოდეს არ ყოფილვარ, არც მის სხვათა შორის. არც მე არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მსმენია. მაგალითად ის რომ ძალიან ცივა თურმე ხოთფულად ჩაიწყო. წალკაში ჩამოსვლამ ზამთარში მოგვიწია. 1460 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ნისლიან და დათოვლილ ალპურ ზონაში. სანახავი და დასათვალიერებელი წალკის რაიონში ბევრია. მიუხედავად ეთნიკური მრავალფეროვნებისა, ქართულად თითქმის ყველა საუბრობს. გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ხართ? და რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობთ? ჩვენ 14 წელია. მარნეულიდან ამოვედით, ჩვენ მარნეულში ვართ ხულოდან ჩამოსახლებულები. დაახლოებით 30 წლის წინ. თუ შეგიძლიათ რაიმე მაგალითი მოიყვანოთ მეზობლურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენი ურთიერთობები არის ძალიან ახლო, ოჯახური, თითქმის და ოჯახური ურთიერთობები. დახმარება გჭირდება ერთმანეთის გვერდით ვართ, დაჟე ყავას ერთად მივირწევთ ხოლმე. და რა ვიცი, ძალიან კაი ურთიერთობები გვაქვს მეზობლებში. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე წალკაში? რა ვიცი, ყველაფერი კარგია. დილას როგორ იწყებთ? დილას ვიწყებთ ყავით. მეზობელთან გადავდივართ, დაგვბადიჟებენ ჩვენთანაც მოდიან. ძალიან კარგი გარემო გვაქვს მეზობლებში. აქ ყველა. ურთიერთობა კარგი გვაქვს ყველასთან. ძალიან კარგი ხალხი არიან აქ წალკაში. აქ გავიცანით ყველა კარგში, მეზობლური კარგია. დახმარების მხრივ მიხვალ დაგეხმარებიან. რა ვიცი, ყველაფერი კარგი. კარგად ვართ ყველა. წალკა მიყვარს, ფაღნებსაც უყვარად. რა არის ეს განსაკუთრებული, რაც წალკაში გიყვართ მაგალითად? რა არის და ადვილი ცხოვრება არის აქ. ადვილი ცხოვრებაო ამბობენ. თუმცა წალკაში ცხოვრებას, როცა კაცრი ზამთრის პირობებში წყალიც კი იყინება, როცა ყოველდღიური ყოფა მუდმივ შრომას მოითხოვს და პირობებიც არ უწყობს ხელს შრომის გაადვილებას, ძნელია უწოდო ადვილი. ეს ჩვენი გადმოსახედიდან. მათ კი ადამიანური ურთიერთობები ეხმარება ამ ყოფის გაადვილებაში. იქ ცხოვრობთ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და ჩვენ არასოდეს არ ვკარგავთ ჩვენს იდენტობას, ტრადიციას, კულტურას, ჩვენ ვინ არჩუნებთ ჩვენს ისტორიას, კულტურას და ერთმანეთის ტრადიციას, კულტურას ვცემთ პატივს. ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნება ბუნებრივად იწვევს სამზარეულოს მრავალფეროვნებასაც. წალკაში სუფრაც განსაკუთრებული იშლება.
ძალიან ლამაზი სუფრაა, მრავალფეროვანი. საინტერესოა, როგორ აისახა წალკის მრავალფეროვნება აქაურ კულინარიაზე. ბერძნები წალკაში უკვე თითქმის 2 საუკუნეა ცხოვრობენ. შესაბამისად, მათ აქ ვერ ნახეს ის პროდუქტები, რომლებსაც მიჩვეულნი იყვნენ თავიანთ სამზარეულოში. ამიტომ მათ მოუწიათ იმის აღება, რასაც აქ მოიხმარდნენ. კულტურაშიც და კულინარიაშიც ჩვენ ავიღეთ ის, რაც აქვთ ქართველებს, სომხებს და ყველას, ვინც აქ ცხოვრობს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი რესტორანი, კაფე აერთიანებს ყველას, ვინც აქ ცხოვრობს. ისინი აქ სადილობენ, საუზმობენ. კი, ეს აუცილებლად ასეა. წალკა ყოველთვის მრავალფეროვანი კუთხედ ითვლებოდა. ჩვენ ვამაყობთ ამით. ვამაყობთ, რომ ყველას შეგვიძლია ეს შევთავაზოთ, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სტუმრად ჩამოდის. ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე მდებარეობს წალკა, სადაც ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთი მკვიდრი მოსახლეობისგან დაიცალა. 1829-1832 წლებში რუსეთის იმპერიამ წალკაში ოსმალეთიდან დევნილი სომხები და ურუმები, თურქულენოვანი ბერძნები დაასახლა. ბერძნები 1991 წლამდე უმრავლესობას შეადგენდნენ. აქ იყო უდაბნო. ხეების გარდა არაფერი იყო. მოგიწია ხეების მოჯრა, რომ მიწა გაგვენაყოფიერებინა ხორბლის ქერის დასათესად. ასე ნელ-ნელა დავფუძდით ამ სოფელში და დავიწყეთ ცხოვრება. შემდეგ მოვიდა საბერძნეთში გადასახლების დრო. ესე იგი თქვენს გადასახლდით საბერძნეთში როგორც ბევრი აქაური. დიახ, როგორც თითქმის ყველა გადავსახლდით საბერძნეთში. მაგრამ იცით, საქართველო ჩემთვის არის სამშობლო. მე აქ დავიბადე, აქ ცხოვრობდი. ხანდახან ვსხედვართ აქ, ერთად ვიკრიფებით, ვამბობთ რა კარგია აქ, ხიარულად ვართ, ბედნიერად. იქ არ გვაქვს საერთო, დავცალკევდით. ზოგი სად ცხოვრობს, ზოგი სად, ვერავისთან დაელაპარაკებ. 1991 წლიდან წალკის მუნიციპალიტეტი დატოვა 20,000-მა ბერძენმა. ბერძნების იმიგრაციამ გამოიწვია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. თუმცა განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა აღმოაჩნდა წალკას. ევროპაში წასულებიდან ბევრს გულმა ისევ აქეთ გამოუწია. ისევ ჩამოვიდნენ, დაფუძნდნენ, საკუთარი სახლები დადგეს და ცხოვრობთ აქ შესანიშნავად. არანაირი პრობლემა არ არის. მე წავედი, ჩამოვედი და დავრჩი აქ. საქართველო და წალკა ჩვენი სამშობლოა. ჩვენ აქ დავიბადეთ. ჩემი დიდი ბაბუა აქ დაიბადა, გაიზარდა და ასე შემდეგ. ამიტომ სამშობლო ყველაზე მთავარია. როგორც გითხარით, ჩემი წინაპრები აქ თურქეთიდან ჩამოვიდნენ. აქაურობას კარგად შეეწყვნენ. ბუნებრივია, ადამიანი როცა იბადება რომელიმე სოფელში ან საერთოდ ქვეყანაში, მას ის უნდა უყვარდეს. ადამიანს აქაურობა იზიდავს. 2000 წლიდან აქ დასახლება დაიწყეს ეკომიგრანტებმა, რომლებიც აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლდნენ. დღეს ისინი მოსახლეობის 50-60% შეადგენენ. ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ ბუნებრივად გამოიწვია რელიგიური განსხვავებაც. როგორც მითხეს, ეს არის წალკის ცენტრალური მეჩეთი. არასოდეს არ ყოფილვარ მეჩეთში და ამიტომ ეს იქნება პირველი გამოცდილება ჩემთვის. წალკაში ცხოვრობთ სხვადასხვა ეთნოსის, სხვადასხვა მწამს და ეროვნის წარმომადგენლები. ძირითადად ჩვენი ეს აჭარლები, ქართველი მუსლიმები ვართ აჭარის მაღალმთიანეთიდან
გადმოსახლებული ეკომიგრანტები. ცხოვრობთ, გვაქვს ჩვენი სამლოცველო და ხდება როგორც ხუთი დროის ლოცვის შესრულება, ასევე პარასკევის და ბაირამების ლოცვები ამ მეჩეთში. ეს შენობა შევისყიდეთ როგორც წალკის ცენტრში მცხოვრებ, ასევე სოფლებში მცხოვრებმა მუსლიმებმა, იმისთვის რომ შესრულებულიყო ლოცვები. აქ როგორც კონკრეტული ერთი პიროვნება არ მუშაობდა, აქ მუშაობდა მთლიანი საზოგადოება. სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ, თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ამ მეჩეთის მშენებლობაში, კეთილმოწყობაში, როგორც ხედავთ, დახატვაში და ასე შემდეგ. ერთი ზიტყვით ყველას წვლილი აქვს შეტანილი ამ მეჩეთის მშენებლობაში. რაც ეხება მართლმადიდებელ ეკლესიებს, აქ ადრე იდგა 6 ეკლესია, რომელთაგან აღსანიშნავია ეძანის მე-6 საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, რომლის შუა ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ მოთავსებული იყო სტელის სახის რელიეფი და 6 ტრიქონიანი წარწერა. ეს ნაგებობა დღეს უკვე აღარ არსებობს. აგრეთვე ცნობილია მეორე ეკლესია მე-10 საუკუნის. აქ უნდა ყოფილიყო წალკის საეპისკოპოსოს საკათედრო გუმბათოვანი ტაძარი. მე-15 საუკუნეებში წალკა თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. დღეს წალკაში რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიაა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. როცა ძველ ტაძრებს აღდგენა სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა რელიგიურ კუთვნილებას. საერთო საქმეა და ერთობით უნდა გაკეთდეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენ ქრისტიანი ხარ თუ მუსლიმი. ადამიანები ვართ ყველანი. აი ასეთი გაგება აქვთ წალკელებს. ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანობა. ლოცვით კი, როგორც ამბობენ, სადაც გინდა იქ ილოცე. ჩემი მორდო აფხაზეთში იზრდებოდა თარბები. ტოლერანტობა და მიმტევებლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზეა აყვანილი ადამიანურ ურთიერთობებში. ბაღჩა და ბაღი და ბაღარი ესურსაღი უბერებელი უზმოდაღი. არ აქვს განსხვავებულობას რელიგიასთან წამს არანაირი მნიშვნელობა. ანუ ცოლ-ქმარი ყავთ, ანუ შვილებსაც არ უშლიან, ანუ შვილებსაც იმისი თავისუფლება მისცეს, რომ თვითონ აირჩიათ თუ რომელი რელიგიის მიმდევარი უნდათ რომ იყონ. ტოლერანტობა, მიმტევებლობა მხოლოდ გონებრივად და სულიერად მაღალ საფეხურზე მყოფი ადამიანების უნარია. ეს ის ემოციური ინტელექტია, რომელიც ბუნებრივად აქვთ აქაურებს. თუმცა არ შეიძლება გამოვრიცხოთ განათლების ფაქტორიც. წალკაში 12 საჯარო სკოლაა და ყველგან ისწავლება ან მთლიანად ქართული, ან უმცირესობების ენასთან ერთად ქართულიც. რაც დრო გადის, მით უფრო მიჩნდება რაღაც შიშები, რომ როგორ გავბედე და გავხდი მასწავლებელი. როცა გავხდი, მაშინ ვიყავი 21 წლის და მაშინ ეს შიშები არ მქონდა და ეს ფიქრები, რომ რაღაცა საპასუხისმგებლო საქმეს ვეკიდებოდი და უფრო რაღაცა ახალგაზრდული мотивაციით ჩავები. თუმცა მე შემიყვარდა, ისედაც მე მთელი ბავშვობა ეს ჩამესმოდა, რომ 2 წელში უნდა წავსულიყავით წალკიდან 24 წელი კი გახდეთ და მგონია, რომ ეს საპასუხისმგებლო საქმე ძალიან მთელ ჩემს რესურსს ისრუტავს. წალკა ჩემთვის არის მისტიური. ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ვინც ჩამოვიდა და ვერ მიდის. და ესე მარტივად სიტყვებით ვერ ახსნი, თუ რატომ ვერ ტოვებ წალკას. რეგიონს ეს საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, იმიტომ რომ გავიგე წალკაში მივშვებდნენ, ძლივს აღმოვაჩინე რუკაზე, ესე ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა და ესე რუკით ისა მოვედი წალკამდე, არასოდეს არ ვიყავი ნამყოფი და ვიცოდი, რომ ჩამოვდიოდი ისეთ ადგილას, სადაც არ იცოდნენ ქართული
უპირატესობამ და რთული იქნებოდა ჩემთვის აქ ცხოვრება და ურთიერთობა, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ არც ეთნიკურ წარმომავლობას, არც ენის, არც ოდნას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თავარია გამოინახოს, ანუ საერთო ენა და ჩვენ ყველას გვაქვს ადამიანებს რაღაც საერთო და აი ამის დაჭერის შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივდება. სასარგებლოა ჩემი აზრით ჩვენი საქმე აქ, ვიდრე თავშად ქალაქში იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ არის საქართველოს ძალიან დიდი, მაგრამ სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები და მათ შორის ახალგაზრდები და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ერთმანეთს არ იცნობენ, ერთმანეთის კულტურებს არ იცნობენ. და აი ჩვენმა საგანმანათლებლო პროგრამებმა, ეს იქნება განათლების სამინისტროს ეგიდით თუ ცალკეული ინიციატივები, ხო, მნიშვნელოვანია, რომ ესეც გაითვალისწინოს, გაცვლა კულტურული ურთიერთგაცვლა, ბავშვად სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან სტუდენტები, მოსწავლეები კახეთში უნდა მიემგზავრებოდნენ, კახელები პირიქით ამ რეგიონებს უნდა სწავლობდნენ და ესეც დაძლევს იმ არსებულ სტერეოტიპებს, ესეც დაძლევს. უშუალოდ რომ შეხვდები, ხო, კულტურულად განსხვავებული თემის წარმომადგენელს, დარწმუნდები, რომ ეს რაღაცა საშიში კი არ არის, პირიქით, ეს შენთვის ახლობელია, ეს ამდიდრებს შენს მრავალფეროვნებას. როცა გიყვარს ადამიანი, იქ უკვე რელიგიურ, ეთნიკურ განსხვავებულობა უკანა ფონზე გადმოდის. ზოგჯერ დილით გავახებთ კარს, რომ მოვდივართ სკოლაში და გვხვდება რაღაც შეფუთული სუფთა ტილოში ქვავი, რაღაც თბილი კერძი, ხშირად არის რომ მოაქვთ ყველი, კარტოფილი, ანუ რაც სოფლის პროდუქტია, ჩვენ მათი ყიდვა ძირითადად არ გვიწევს. ანუ მათგან ხშირად მესმის ხოლმე, რომ ნუ წახვალთ, ანუ ამ სოფლიდან ნუ გადახვალთ სხვაგან სამუშაოდ, საცხოვრებლად და ანუ ეს თბილმეზობლური ურთიერთობა ერთ-ერთი განმაპირობებელია იმის, რომ აქ ვარ. მასწავლებლების საქმე ზოგადად ისეთი საქმეა, რომლის დაფასება ყოველთვის საჭიროა და ნამდვილი მასწავლებელი უნდა მოწონდეს, უნდა უყვარდეს თავისი საქმის, რა ვიცი. დაფასება და პატივისცემა აქ მასწავლებელს არ აკლია. თუმცა არ გვინდა ისეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, თითქოს წალკას სამოთხეა და აქ ხალხი ნეტარებაში, უპრობლემოდ ცხოვრობს. ყველაფერი, რასაც აქ მიაღწიეს, მათი შრომის და მონდომების დამსახურება. აქ წუწუნი არ უყვართ. პრობლემების შესახებ კარგად იციან, თუმცა წინსვლასაც ხედავენ და ამაში მათი წვლილიც საკმაოდ დიდია. ნახეთ, აქ ძალიან მშრომელი ხალხია. მე არ შევხვედრი ვარ არსად ასეთ მშრომელ ბავშვობიდან იწყებენ შრომას და შრომობენ არეზარებად. საკმაოდ მკაცრი კლიმატია, პირობები არ არის მარტივი, მაგრამ მოკლედ ის განცდა, ის შეგრძნება, რომ ხარ საჭირო და აკეთებ მნიშვნელოვან საქმეს და შეგიძლია ადამიანებს მოუტანოს სარგებელი, მოუტანოს სიხარული, აი ეს ნებისმიერ მატერიალურს აღემატება. არ არის გასაკვირი, რომ ამგვარ გარემოში აღზრდილი ახალგაზრდები გამორჩეულად ლაღები, თავისუფლები, გახსნილები და ხალისიანები არიან. გოგოებო, როგორც ვიცით, თქვენ აქ ხართ ქართველები, ბერძნები და სომხები. ხომ შეგიძლიათ მითხრათ ძირითადი განსხვავებები და მსგავსებები თქვენ შორის? ანუ ჩვენ ეთნიკურად და რელიგიურადაც განსხვავდებით, მაგრამ ანუ ერთმანეთს არასდროს არ ვარჩევთ და ჩვეულებრივად მეგობრობთ. ანუ ერთმანეთს არ განსხვავებთ არასდროს რა. აი, ამაში ძალიან გვეხმარება ზუსტად ეს განვითარების ცენტრი, რადგან ზუსტად ის გვაერთიანებს და თან ყველა რელიგიის ღონისძიებას ჩვენ რო აღნიშნავთ, უფრო ვუგებთ ერთმანეთს. მე და ჩემს გოგოებს არ შეგვეძლო რომ არ ჩავრთულიყავით ამ ყველაფერში და ეხლა გოგონები გვასწავლიან ცეკვას, სომხურ ცეკვას, ხო? სომხურ ცეკვას. ეს წალკის კულტურის განვითარების ცენტრი, სადაც ბევრი საინტერესო ღონისძიება ტარდება. ჩვენი ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები, საკმაოდ მრავალფეროვანი ეს ახალგაზრდები ყავს ეთნიკურადაც, რელიგიურადაც და ეს სიჭრელე რაღაცნაირად გვძენს ხიბლს, რადგანაც დღევანდელი საღამოც არის ძალიან მრავალფეროვანი. ეს თაობა ერთად იზრდება და შესაბამისად უკეთ იციან ერთმანეთი, უკეთ იცნობენ ერთმანეთს და მეტი პატივისცემა აქვთ ერთმანეთის მიმართ, რაც ურთიერთობებშიც აისახება.
აქ ცეკვავენ, ღერიან, ხატავენ, უყვართ პოეზია, ერთმანეთში ქართულად საუბრობენ, თუმცა სხვის ენას და რელიგიასაც პატივსცემენ. მათ ყველას მიუხედავად განსხვავებულობისა, წალკა აერთიანებთ. გიყვართ წალკა? ძალიან. სიაჩი რა თქმა უნდა ყველა განსხვავებულები ვართ და მრავალფეროვნები ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვეწყობთ და ვცდილობთ რომ ერთად განმავითაროთ წალკა და უკეთესობისკენ წავიყვანოთ. არ მახსენდება ეგეთი მაგალითი, როდესაც ვთქვამთ, რომ ვაი მე ესეთი ეროვნების ანუ ხო, არც არ მიგზნია თავი განსხვავებულად. ამის გამო აი ძალიან განსაკუთრებით მიყვარს წალკა და ძალიან მიხარია აქ რომ დავიბადე და ვიზრდები. მე და მერი ერთობლივად გადავიღეთ ფონდი ტასოს კონკურსი იყო გამოცხადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების და უნდა გადაგვეღო წალკური ცხოვრება და ეს არის ფილმი, სადაც მოთხრობილია თუ როგორია წალკელი ქალების ერთი დღე. ჩვენივე ყოველდღიურობიდან ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი, ანუ ორივე ამ პროცესის მონაწილეები ვიყავით და გვინდოდა რომ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა წალკაში მცხოვრები ქალების ყოველდღიური შრომა. ძალიან მძიმე შრომა აქვთ. ძალიან რთულია, შეიძლება სახლში არიან და არ უწყობთ ახლა სხვაგან წასვლა სადმე დავუშვათ პურის ფულის საშოვნელად, მაგრამ ძალიან მძიმე შრომა არის ეს. მთელი ოჯახი არის შეკრული ერთად. შვილები, ქმარი, ცოლი და ყველა ერთად იზიარებენ ამ ყოველდღიურ ჯაფას, ასე ვთქვათ და ფილმი იწყება ლოცვით და მთავრდება ლოცვით, მადლიერების გრძნობით. მიუხედავად იმისა, რომ აქაურ ახალგაზრდებს ბევრი რამ აკლიათ, აქვთ მთავარი, ხალისი და უნარი ყველაფერში დაინახონ დადებითი. კარგი განწყობა კი სკოლის დერეფანშიც შეიძლება შექმნან. თეატრის გახსნაც ძალიან კაი იდეა. მე და ტატას ვამბობდით ხოლმე, რომ აი თავისუფალ დროს რა ვქნათ და რაღაცა ასე ისე, ერთი გვაქვს კაფე, მივდივართ, მოვდივართ და ეგ არის რა. უნდა იყოს ყინულის საციგურაო მოედანი, რატომაც არა, ხო, წალკა არის მკაცრი პირობებია და 8 თვის ზამთარი გვაქვს, ხო? მოდიხართ? კი. გადმოდით. გოგოებო, შეხედეთ. რა არის? სად მოვედით? ეს ის ადგილია? კი, მარია, ეგ ადგილია. რეკლამებში ვხედავდით. და რა სილამაზეა. კი, მართლა ძალიან ლამაზია, რეალობაში კიდევ უფრო სხვა ეფექტი ქონია. ტურისტების ინტერესს არც ახლა უჩივის წალკა. სხვა მრავალფეროვნებასთან ერთად ბუნების მრავალფეროვნებაც სახეზეა. დაშბაშის კანიონმა კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი. ეს სასტუმრო ყველა სეზონზე დატვირთულია. საოცარი ადგილმდებარეობა და აქაური საფირმო სტუმართმოყვარეობა ტურისტების ნაკადს იზიდავს. ღმერთო, რა ზღაპრული ადგილია. გაოცებული ვარ მართლა. როდის და როგორ მოგაფიქრდათ აქ რომ სასტუმრო დაგიარსებინათ? დაახლოებით 20 წლის წინ აქ იყო ნაგავსაყრელი ადგილობრივი მოსახლეობა აკრიდან ნაგავს, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა საერთოდ არ იყო დალაგებული სოფელში. გამოვხატეთ იმის ინიციატივა და დაალაგდა, გაკეთდა გზები, დენი, სანაგვი ურნები დაიდგა და დაახლოებით 3 წლის წინ გადავწყვიტეთ აღვიდგენა ეს საუკუნოვანი სახლი. ვიფიქრეთ რომ უნდა ვანახოთ ყველას რამდენად მართლა ლამაზია ჩვენი მიწა-წყალი. საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, ასევე ესრაელიდან ყავს ძალიან ბევრი სტუმარი. ეს არის ჩვენი ძირითადი ადგილობრივი მოსახლეობა, ანუ ვიზიტორი არის სულ მხოლოდ 5%. ეს ბარია ხო, როგორც მივხვდი? დიახ, კანიონის კონდრის ჩაის დაგალევინებთ, რომელსაც განსხვავდება და ძალიან გემრიელია. დიდი მადლობა. აქ ვხედავ ჭაჭის კასრიც გიდგათ და უცხოელები რო ჩამოდიან, სინჯავენ ჩვენ ჭაჭას? დიახ, ძირითადად მოხმარებელს ევროპიდან უფრო აინტერესებს ადგილობრივი კერძები, ადგილობრივი დასალევი, იმიტომ რომ იმპორტირებული იქაც დალევს და ჩეხიურები ჩამოდიან დაინტერესებენ
დაინტერესებს ქართული ლუდი, ფრანგები ჩამოდიან დაინტერესებთ ადგილობრივი ღვინო და საკმაოდ შემიძლია თქვა, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ მაგ სფეროში, იმიტომ ძალიან კარგი დასალები გვაქვს საქართველოში, ძალიან კარგი ალკოგოლური სასმელები გვაქვს, ძალიან კარგი ხარისხის. ასეთია წალკა, მრავალეროვანი, მრავალფეროვანი, მრავალრელიგიური, ახალგაზრდული, მშრომელი და ოპტიმისტი ხალხით დასახლებული, წინ, მომავლისკენ, უკეთესობისკენ მიმავალი, მისტიკური წალკა.